მე ალბათ ერთს ვნანობ მარტო რომ ეს ოპერაცია რამოდენიმე წლის უკანვე არ გავიკეთე. თითქმის ყველას უყვარს შალობა. უბრალოდ ახალმით. იმაზე ბედნიერება არაფერი არ არის ქვემოთ რო ჩაიხეთები. მოგესალმებით, მადლობას გიხდით რომ ჩვენთან ერთად ხართ. მე გახლავართ ვახტანგ გედიშერაშვილი. დღეს ვისაუბრებთ ბარიატრიულ ქირურგიაზე, უშუალოდ ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ, ოპერაციის შემდგომ უახლოეს პერიოდზე. დღეს სტუმრად გვეყოლება პაციენტი, რომელსაც დაახლოებით 2 თვეა შესრულებული აქვს ბარიატრიული ოპერაცია. დარჩით ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ და დალაიქეთ ჩვენი არხი. მოგესალმებით ბატონო რევას. ბატონი რეზო გახდათ 130 კილომდე, დაახლოებით 2 თვეა რაც ქირურგიული ჩარევა შეუსრულდა კუჭის ბაიპას ლაპარასკოპიული მეთოდით, დაახლოებით 20 კილომდე კლება უკვე აქვს პაციენტს და საინტერესო იმ მხრივ არის, რომ ახალი პერიოდია და ახალი გრძნობებია, რომელიც ასე აინტერესებს ჩვენ მაყურებელს და კითხვებიც უშუალოდ იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ატარებთ ამ პერიოდს ოპერაციის შემდეგ. კი ბატონო. მოგესალმები ვახო. მივესალმები თქვენ არხს, თქვენ გაუნწერებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ პირველი ჩაწერა. ჩემთვის სრული ბედნიერება ოპერაციის შემდეგ 2 თვე სერიოზული რეზულტატით 20 კილო პლუსით და დარწმუნებული ვარ ის კითხვები რომელიც თქვენ გექნებათ და მე გავცემ პასუხს ძალიან დიდ პოზიტივს და დადებით ემოციებს გამოავლენს იმ პაციენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც აპირებს რეალურად ამ ოპერაციის ჩატარებას და არ არის რეალურად რთული კი რაღაც ნაბიჯები არის გადასალახი მაგრამ რთული არაფერი არ არის აქვე აღნიშნავ რომ ანამნეზში ბატონ რეზოს ჰქონდა ტიპი 2 დიაბეტი არც ერთი მაღალი შაქრის ციფრები მაგრამ მაინც მკურნალობას იტარებდა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და პირველი მიზეზი რაც იყო ვთქვათ ამ ქირურგიული მკურნალობისა იყო ტიპი 2 დიაბეტი და სიმსუქნე ჭარბიწონა რა იყო ოპერაციამდე როგორ მოვიდით ამ გადაწყვეტილებამ და ასე შემდეგ ამ კითხვებს არ დაგისვათ მოდი დავიწყოთ იქიდან ოპერაციის მერე ანესთეზიდან გამოსვლის შემდეგ გაიღვიძეთ და თქვენი პირველი ფიქრები და შეგრძნებები კი დეტალურად მახსოვს საოპერაციოში შესვლა მომზადება ძალიან იოლად იყო ფაქტიურად მომზადებიდან შევედით საოპერაციოში ერთი ის არის რომ ჩემთვის ცხოვრებაში საერთოდ ანესთეზია არ გამიკეთებია და რა თქმა უნდა მაგისაც მეშინოდა მაგრამ არაფერი არ არის საშიში საერთოდ ნუ შეგეშინდებათ რას ხედავ მოკლედ ანესთეზიის მერე არანაირი ტკივილი ფაქტიურად საერთოდ ტკივილის შეგრძნება არ არის უბრალოდ ცოტა დისკომფორტი მეტი არაფერი ვახომ ისიც მითხრა რომ თუ შეძლებ შენ თვითონ ფეხით გახვიდე პალატაში რა თქმა უნდა შევძელით დახმარებით შევძელით კი არის თავიდან ისეთი პატარა დისკომფორტი მაგრამ არანაირი სერიოზული პრობლემა როგორც წესი პაციენტები 2 დღე 3 დღე ყოფდებიან ხოლმე სტაციონარში ეს პერიოდი რაც თქვენ დრო გაატარეთ კლინიკაში ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ მე რომ მკითხოთ ისე პროფესიონალურ დონეზე ტარდება დღესდღეობით ბარიატრიული ოპერაცია რომ არც სჭირდება რეალურად ამდენი ხანი დაყოვნება მაგრამ მე თვალყურეობის ალბათ ქვეშ ყოფის დროს ალბათ არის საჭირო თორე საერთოდ არანაირი დისკომფორტი ძალიან დიდი კომფორტი იყო მეთვალყურეობა და დაკვირვება თორე მეტი არაფერი ჩვეულებრივი ოპერაციის შემდგომი დაკვირვება ესე ჩავთვლიდი მე როდესაც გაეწერეთ ბინაზე არ ყავს მედპერსონალი გარშემო ნუ კლინიკაში ხარ უფრო იმედიანად ხარ შეიძლება ამ მებზე არ ფიქრობ
სახში პირველი დღე მარტო და ის პერიოდი, რაც უკვე შენ თავი შენ გეკუთვნის, მოვლა იცი როგორ უნდა მოუარო საკუთარ თავს, გაქვს დანიშნულება, იცი კვებითი დიეტა როგორ უნდა მიყვეკვებას, ეს პერიოდი რომ მოგვიყვე. კი ბატონო. ჩავთვლი რომ ნუ რა თქმა უნდა მე პერსონალი არ მყავს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერი ჩემი მეუღლე, ასევე რომელსაც გამოვლილი აქვს ბარიატრიული ოპერაცია, ძალიან დიდი მხარდაჭერით გვერდზე დამიდგა, რა თქმა უნდა, და გავიარეთ ეს პერიოდი. არაფერი ისეთი, ნუ რა თქმა უნდა ოპერაციის შემდგომი ის რეკომენდაციით მოცემული კვება და ის მედიკამენტები, რომელიც სახში ჩვეულებრივად ყველა შეასრულებს და თქვენს მიერ ისეთივე რეკომენდაცია, რომელიც ალბათ ბევრს ეშინია ოპერაციის შემდეგ ცხოვრებისეული, ანუ რიცხვი გაგრძელება, ჩვეულებრივად თქვენი რეკომენდაციაც იგივენაირად გავაგრძელეთ და გავუყევთ ჩვეულებრივი ცხოვრების რიცხვს. ანუ მე თვითონ აქტიური ადამიანი ვარ და პირდაპირ გავედი ეზოში, ვიმუშავე ჩვეულებრივად, ანუ ჩვეულებრივად გავაგრძელე და საერთოდ არაფერი არ გამჭირვებია, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ. უმეტესად კონსულტაციაზე თუნდაც და ოპერაციაც და პაციენტების მომართვიანობა ბარიატრიულ ქირურგიაში უფრო მეტად მანდილოსნები აქტიურობენ. მე ჩემი პასუხებიც მაქვს, ალბათ უფრო მეტად ვიზუალ სექციოდითი ყურადღება და მანდილოსნები უფრო ყოველთვის ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ და ასე შემდეგ და სილამაზეს და გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე მამაკაცები საქართველოში, მაგრამ შენ მიიღე გადაწყვეტილება და ჩაიტარე ეს ქირურგიული მკურნალობა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი? რამ გაიძულა რომ ოპერაცია გააკეთებინა? ნუ მიზეზი რამოდენიმე იყო. მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი ერთს, რა თქმა უნდა, პირველი იყო ეს ჯანმრთელობის მიზეზი. როგორც თავიდანვე ახსენე, მე უფრო შაქრის დიაბეტის პრევენციის მიზნით გავიკეთე ეს ოპერაცია და ვიცი რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის, რადგან ჩემ მხრიდან გენეტიკაში არის ეს და უბრალოდ პრევენციის მხრით ჩავიტარე. მეორე ის არის რომ რა თქმა უნდა ჭარბიწონა ჩემ ფიზიკურ აქტივობას რეალურად ხელს უშლიდა სერიოზულად. რაც ბევრ სხვა თანდაყოლილ პრობლემებს წარმოშობდა ეს იყო იქ. მორალის დაგდება აი ფაქტიურად ბევრი დადებითი უარყოფითში გადადიოდა. და არ გამოხატა და რატომაც მარტო მანდილოსნები, მამრებიც და მამაკაცებით, რა თქმა უნდა, სიმპათიურები უნდა იყვნენ, ასე რომ პირველ რიგში ჯანმრთელობა, ცხოვრების სტილის შეცვლა ამ ოპერაციის შემდეგ და ის დიდი პასუხისგებლობა, რაც ოჯახის მოვლა და ჯანმრთელობა. რა წარმოდგენა გქონდა თვითონ ოპერაციაზე და ოპერაციის შემდგომ პერიოდზე, როგორ წარმოგედგინა და როგორ გაიარა ეს პერიოდი? ეს ორი თვე შენთვის რა არის? ახალი პერიოდია, ორი თვე ოპერაციიდან გასული, რაღაცა გამოწვევები გაქვს, რაღაცა შეზღუდვები გაქვს. იცი როგორ არის, ხო? ალბათ ყველასთან თავისთვის ინდივიდუალურად იქნება ეს ყველაფერი. ვის როგორ აქვს თავისი მიზნები დამოკიდებული ამ ოპერაციას და ოპერაციის შემდგომ ცხოვრების გაგრძელებაზე. ჩემთვის ეს ორი თვე რეალურად მე ესე ვთვლი და ესე არის, რაღაც ახალი ცხოვრების დაწყება არის. მე ვიცი, ჩემ მეუღლესაც ესე ქონდა, იქ რაღაც წლები იყო დაკარგული. მე ალბათ ერთს ვნანობ მარტო რომ ეს ოპერაცია რამოდენიმე წლის უკანონო არ გავიკეთე და მეც რაღაც ის წლები დამეკარგა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ასე რომ ძალიან დადებითად აისახა ყველაფერი ჩემზე. პირველ რიგში თავისუფლება ვიგზენი, დაკლებული კილოგრამები
უფრო თავისუფლად სიარული და ლაღად ცხოვრება. ორი თვე გავიდა უკვე პოსტოპერაციული დიეტას დამამთავრებელში, კვირიანი დიეტის დამამთავრებელ ფაზაში. ხარ თუ ისე შეზღუდვები უკვე საკვებზე არა გაქვს და იღებს საკვებს. არის თუ არა ისეთი საკვები, რომელიც აი ესე ვიტყვით, ყოფილს რო გავდეს. სიყვარული თუ ყურებ, მაგრამ შანსი არა გაქვს. ხო, როგორ არის იცი, მეგონი შენ უკვე დაკვირვებებიდან ბევრი ის გექნება ინფორმაცია პაციენტებიდან. ამ ოპერაციას რაღაც ალბათ თავისებურება აქვს. ადამიანს მენიუ ეცვლება. ანუ რაც უყვარდა შეიძლება ის იმასთან ისეთი მიდრეკილება და რაღაც გიჟური დამოკიდებულება არ აქვს. მოდი ყველამ თქვათ, რომ შაურმაზე 100%-დან თითქმის ყველას უყვარს შაურმა. უბრალოდ ახალმით. იმიტომ კი არა რომ რაღაც ყოველთვის მიყვარდა ვჭამდი და ეხლაც არა მაქვს შეზღუდვა რაღაც რაოდენობის გამო ამ დიეტის შემდეგ, მაგრამ უბრალოდ აღარ გინდება რაღაც სხვანაირი და უფრო ჯანმრთელ კვებაზე გადადიხარ. ყველაზე უცნაური კითხვა რა იყო, რაც ოპერაციის შემდეგ დაგისვეს? ვისი მხრიდან? არა აქვს მნიშვნელობა. ოპერაციასთან დაკავშირებით, ანუ შენ ცხოვრებასთან დაკავშირებით. რომ დაგინახეს ოპერაცია გაიკეთე, უკვე ვიზუალზეც გეტყობა, ხასიათზეც გეტყობა. ალბათ ბევრი იყო ეგეთი, მაგრამ რომელი? კაია რომ ნაბახუსებზე აღარ იქნებიო. კითხვა არის თუ პასუხი? რა ცვლილებებს გძნობ შენ საკუთარ თავში? როცა თუნდაც არკეს უყურებ, ამ ფიქრობ მარტო ხარ საკუთარ თავთან საუბრისას, რას გძნობ? შენ შეძელი ესე გააგრძელებ და აი რეალურად შენი თავის დანახვა უკვე სარკესთან სხვა мотиваციას გაძლევს, დადების რა თქმა უნდა და რატომღაც ეხლა წამოვიდა და ნენელა მოდის და ალბათ სხვა პაციენტებისთვისაც რაღაც ესეთი სამოტივაციო იქნება, რომ ბედნიერების ინდექსი გიზდის. ანუ ყველაფერი დადებითისკენ რომ მიდის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს შენი ბედნიერების ინდექსიც იზრდება. ეს გამოიხატება, ну, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი უარყოფითი აქ ამ ოპერაციას ფაქტიურად გარდიროფის შეცვლა გიწევს. რა გახდა უფრო მარტივი გასაკეთებელი, ან უფრო რთულად გასაკეთებელი, თვითონ ფიზიკურად ოპერაციის მერე რამდენ ხანში გახვედი, გაანახლე შენი მუშაობა სამსახურში, რამდენად შრომისუნარიანი ხარ, გაქვს თუ არა ადვილად დაღლა, რამე ჩივილები არის თუ არა ისეთი, რაც ოპერაციის მერე გაქვს? კი, მე უშუალოდ უფრო საოფისე საქმე მაქვს, მაგრამ ინჟინერული გახრით, რასაც ძალიან დიდი ყურადღება და мотиваცია და ესეთი პროაქტიულობა ჭირდება. რეალურად წონა და საერთოდ ჭარბწონას გააჩნია რაღაც შეზღუდვები, ანუ შეზღუდვებში გულისხმობ უფრო არა мотиваციის შემთხვევაში და რაღაც შემთხვევაში შეიძლება არასწორი არა, მაგრამ რაღაც შენელებული ეფექტი ქონდეს. მაგრამ ოპერაციის შემდეგ, ანუ ის ორი კვირა რეალურად, რომელიც ესე დავარქვათ, ბიულეტენზე ვიყავი, პირიქით უფრო მოტივირებული ვიყავი და მზად ვიყავი, რომ უფრო დიდი ენერგიით გავსულიყავი სამუშაოზე და არა სამსახურებელ სამუშაოზე, ჩემ პირადული ჩემ ეზოში, ჩემ სახლში მე მუშავა და ამან მომცა ძალიან დიდი мотиваცია. რასაც ძალიან დიდი დრო არ დაჭირვებია რეალურად, ორ კვირაში უფრო ნაკლებშიც რეალურად გარეთ ვიყავი და ფიზიკურ სამუშაოებს ვასრულებდი. Ну, რა თქმა უნდა, არის თავიდან ის შეზღუდვები წონის თემაზე, წონის აწევის თემაში, მაგრამ
ნელა-ნელა რა თქმა უნდა ეს შეზღუდვებიც იხსნება და ჩვეულებრივ ცხოვრების რიც უბრუნდები უფრო ჯანსაღად, უფრო ენერგიულად. აი ოპერაციის მერე საჭირო ხდება გარკვეული მედიკამენტების და ვიტამინების და კვებითი დანამატების მიღება. აი ეს რამდენად რუტინული არის და დისკომფორტს ხო არ გიქმნის? არ არის ბევრი სულ რამოდენიმეა თითო აბით ვიღებთ იმ ყველა დანამატს რაც გვჭირდება ჩვენი ორგანიზმის მით უმეტეს უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში. ამას როგორ ეგუები? არა არის უმეტეს შემთხვევაში ოპერაციამდე ბევრად მეტ მედიკამენტებს იღებდნენ პაციენტები თანდათული დაავადებების გამო და ოპერაციის მერე ფაქტურად ჩვენ რაღაც ის მკურნალობას არ ვაწარმოებთ, პირიქით ვიღებთ უბრალოდ კვებით დანამატებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს. ძალიან ჩვეულებრივი რუტინაა. ჩვეულებრივი რუტინა თანაუცილებელის, რა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერს კონდეს 100%-იანი დადებითი შედეგი. არანაირ დისკომფორტს არ ქმნის უკაცრავად ყველა ადამიანი დარწმუნებული ვარ ბარიატრიული შემდეგინება თუ საერთოდ ცხოვრებისეულად მეუღია აბები და ყოფილა ესეთი ალბათ რაღაც პროგრამა ჩაუტარებიათ მკურნალობის ჩვეულებრივი რუტინაა რომელიც არანაირ დისკომფორტს არ ქმნის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში პირიქით დიდი დრო არ არის ოპერაციიდან გასული, ჯერ კლებაც იმდენად თვალშისაცემი უკვე არის 20 კილო არ არის პატარა წონა და უკვე ორგანიზმისას დიდი შვებაა და თქვენც უნდა გზნობდეთ ბევრ ამას ახალს. რას გეუბნებიან გარშემოყოფები? თუ გატყობენ თქვათ რომ წონა დაიკელი უფრო მეტად აქტიური ხარ, უფრო მეტად ხნედ გამოიყურები. ხასიათი შეგეცვალა. რეალურად ხასიათი არ იცვლება, ხასიათი და უფრო მხიარული ემოციურად უფრო დადებითი ემოციებისკენ მიძახ. კი. ანუ ხასიათი იცვლება, როგორ ამ ხასიათს ემატება, რა თქმა უნდა, კიდე ის დადებითები, რაც აკლდა ზუსტად ამ ჭარბწონიანების დროს და უფრო დადებითი, უფრო მხიარული, უფრო ესეთი ლაღი ხდები. და რაც მთავარია და აი არ ვიცი ვინც გადაწყვეტს ну რა თქმა უნდა პირველში ჯანმრთელობის თემაში და შემდეგ პირველ რიგში იწვევს ვაუ ეფექტს ანუ ესე რომ დავარქვათ ანუ ფაქტიურად კლინიკიდან გამოწერის შემდეგ 2 კვირის დაბრუნდი სამსახურში უკვე ის ეფექტი ქონდა რომ რეალურად გეტყობა უკვე ის წონის კლება და 20 კილო პლუსითაც არ არის ცოტა წონა ფაქტიურად მინდოდა მაგის გაკეთება რომ ჩემ გვერდზე დამედო რომ აი წარმოიდგინეთ ძალიან ადვილი აღსაქმნელი არის ოპერაციის მერე როცა ხელში იჭერ 20 ლიტრიან ბიდონს, რომელიც წყლით არის ავსებული და რეალურად იმასთან ერთად დადიხარ. და როცა ამ 20 კილოს დებ, უკვე იცი რომ რა შვება არის ეს 20 კილო. მაგრამ თავი ის არის კიდე რომ იცი რომ წინ კიდე არის ის ზედმეტი კილოები დასაკლები და ის ზედმეტი მოლოდინიც გაქვს აზარტიც ალბათ უფრო მეტია და მეტად ორიენტირებული ხარ. კი, აი ძალიან ბევრი რამე იცვლება დადებითად რა. ანუ ეს აზარტიც არის კვების თემაზეც რა თქმა უნდა ეს ძალიან ესეთი არის კიდე რომ აი ეს შარვალი უკვე დიდია, ეს ბიჯაკი უკვე დიდია და ეს რეალურად იმხელა ეფექტს იძლევა დადებითს რომ არ ვიცი ყველას ურჩევდი ამ თემას რომ აი ეს ჭარბი წონა რა თქმა უნდა პირველ რიგში თავის თავზე მუშაობაა პირველ რიგში მე ესე ვიტყვი მაგრამ ჭარბ წონას მე ესე ვიტყვი და ჩემ მეუღლიდანაც ვიცი ეს იგივე ესე დავარქვევდი სცენს ებრძოდა და დაამარცხა თქვენი დამსახურებით თავის თავზე მუშაობა არის პირველი მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის რა თქმა უნდა ბარიატრიული ოპერაცია არის ის დახმარება ადამიანისთვის რომელიც ამ ყველა უარყოფით
სენი იქნება თუ მისი თანდაყოლილი დაავადებებს თავიდან ააცილებს. თვითონ პროცესი როგორ წარიმართა შენ შემთხვევაში, თვითონ ოპერაციისთვის მომზადების პერიოდი, მერე ოპერაცია და ეს მოკლე პერიოდი, ანუ რამდენად შეძლებადი არის, რისა გეშინო და რა გეგონა და ესე არ აღმოჩნდა და უფრო სხვა შეხედულება ჩამოგიყალიბდა და რო შევაფასოთ ეს პერიოდი, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია უნდა გავიკეთოთ ოპერაცია და ეხლა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა ოპერაციას თავისი წინა კვლევები მოსდევს. უპრობლემოდ და ძალიან სტანდარტულად ჩაიარა. არანაირი ისეთი იყო რაღაც ის რუტინული, რაც მოსდევს ამ ოპერაციას. რა თქმა უნდა, ნუ ანალიზებიდან გამომდინარე, არის ის რაღაცა კუნალობის კურსი, შემდეგ ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის დიეტა, ის რამოდენიმე კვირა დიეტა და ჩავთვლი, რომ ფაქტიურად რეალურად აი დღესდღეობით უკვე ეგ ყველაფერი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ დაუბრუნდი რეალურად იმ ჩვეულებრივ რიტმს, როგორც ცხოვრობდი, უბრალოდ ჯანსაღი კვებით, სწორი კვებით, ისე როგორც წესით და რიგით ჯანმრთელი ადამიანი უნდა იკვებებოდეს. საქართველოა მით უმეტეს მამაკაცებში სმაჭამა დიდად შესარგი, ალკოჰოლი, კეიფი, დროს ტარება, ჰობი, ვიცი თან აქტიური ჰობით ხარ, ნადირობით ხარ და გატაცებული და ნადირობა თევზაობა. აი ოპერაციამდე ამ წონით და ეხლა. კარგი კითხვა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა ჰობს თავისი ეს ქართული სუფრა მოსდევს ხოლმე. ვიტყვი რომ და არც არის დასამალი 54 წლის ვარ. იმასაც ვიტყვი რომ ამასაკისთვის მე მგონი რაც დასალევი იყო ის ყველაფერი დავლიე. ანუ ის განსხვავებულები იქნებოდა თუ ღვინო იქნება არაყი რაღაცა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს არ ზღუდავს, რა თქმა უნდა ოპერაციის შემდეგ შენი რეკომენდაციით ნუ ამ მომენტისთვის საერთოდ ალკოჰოლი შეჩერებული მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვიღაცა გიკრძალავს. მე ესე მგონია რომ ზომიერი ადამიანისთვის არა გვეგზალება ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ოპერაციის არა, რა თქმა უნდა, მე იმის თქმა მინდა რომ საერთოდ ნორმა და ის ესე მინდა თქვა რომ ის ზღვარი რომელიც დალევაში იქნება და ჭამაში ადამიანი იმას ყოველთვის გაყვება, მისთვის არავინ არაფერს არ გრძალავს. არც ალკოჰოლს, აქ ღვინო იქნება, ლიქიორი იქნება თუ კონიაკი იქნება, პირიქით. მე დარწმუნებული ვარ, ნუ ამ მომენტისთვის ალკოჰოლს არ მივიღებ, რომ თქვა რომ დიდად მოთხოვნილება მაქვს, რადგან ვიყავი რა თქმა უნდა ხშირი ესეთი მოკეიფი ადამიანი. ერთადერთი ალბათ ჩემ მეგობრებს წდებათ გული, მაგრამ ეს არ გამოიხატება ჩემ სამეგობრო წრეში იმით, რომ მათ გვერდზე არა ვარ. არანაირად ჩვეულებრივად, ტრადიციულად ქართულ სუფრაზე მივირთმევ მათთან ერთად და ცოტა ხანში დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, იმ ნორმა ზომაში, მაგრამ ალბათ ცოტა ხანში რა ოპერაციიდან მინიმუმ 1 წელი წელწადნახი ორი ალკოჰოლი. ეს ზუსტად ეს ერთი წელი ზუსტად იმას ზარდში გავარდება, მე ესე დავარქმევდი უკვე როცა შენ წონაზე ბრუნდები რაღაცა და ახალი გამოწვევები მოდის და მათ ზუსტად მე მგონი აი ეს ერთი წელი ის პერიოდია, როცა ზუსტად მაშინ უნდა აღნიშნო და ალბათ ყოველთვის ისე რაღაცის მისაღებად რაღაცა დონეზე რაღაცების დათმობა გვიწევს და ხო აქ ბალანსი არის და რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და მარტო ჩვენი სიცოცხლე არ არის, ხო, ოჯახის წევრები არიან, პასუხისმგებლობებია და ასე შემ სოციალური სტატუსი ბარიატრულ ქირურგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამხელა წონით და
შეზღუდული თუნდაც გადაადგილების, თუნდაც ჰიგიენა, თუნდაც სექსუალური ცხოვრება თვითონ ასეთი პაციენტების ძალიან ისეთი ბევრი ნიუანსი, რომელიც არ საუბრობენ, ალაპარაკობენ,ერიდება, ტაბუადებს და ასე. არა და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამ პრობლემებს მივყვართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ არ არის ადვილი მე რომ მითხრეს ვინმე შენ ოპერაცია გჭირდება, შეიძლება ნერვულობით მოკვდე. კი, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრია, რომელსაც რეალურადერიდება ამ ყველაფერზე ლაპარაკი და რატომღაც გონია, რომ გინდ მის ძალიან საახლობლო წრეში ან სანათესავეში ან სამეგობრო წრეში რაღაცის გამო კომპლექსდებიან. არა და ზუსტად ამ კომპლექსების გამოსასწორებლად არის მე ესე ჩავთვლი ზუსტად ეს მკურნალობა და ეს საჭირო. კარგად ახსენე შენ ვახო, გინდა სექსუალური ცხოვრება იყოს, გინდა ალკოჰოლის მიღების დროს იყოს, იმაზე ბედნიერება არაფერი არ არის ქვემოთ რო ჩაიხეთები. ანუ რესტორნებში, ну, რა თქმა უნდა, არაფერი არ იზღუდება მეგობრებთან ერთად წრეში, უბრალოდ ერთი ну, რა თქმა უნდა, ერთი რამაც კიდე, აი რეალურად აი გამაბედნიერა ამ ოპერაციამ, ის არის რომ აღარ მაწუხებს ნაბახუსები. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ისედაც იყო ალბათ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, ჭარბად მიიღებდი ალკოჰოლს, ნაკლებად მიიღებდი ალკოჰოლს, ფაქტიურად მეორე დღე დაკარგული მქონდა და რა თქმა უნდა ესეც პრობლემებს მიქმნიდა. ასე რომ ეხლა ნაბახუსები იმიტომ რომ გაქვს ალკოჰოლს აღარ იღებს. ხო, მაგრამ შემდეგში რომ მოდი ესე ვთქვათ, რომ ვისკის გაწრუპა სიგარასთან ერთად ის უკვე სიამოვნებაა და ის აღარ არის უკვე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, რომელიც რეალურად იმით ფიქრობ, რომ ხვალე გავიღვიძო და სახაშემდე მივაღწიო. ასე რომ ჩემ სიტუაციაში სახაშეები ვეღარ შევიან ფულს და დიდი გამოცდილებაა და ეხლა დიდი პერიოდი არ არის ოპერაციიდან გასული, იმდენად ჯერ ვერც აღიქვავი ის ეფექტებიც არ იქნება და ის შედეგები ჯერაც უნდა ამ ოპერაციამ მოიტანოს და თუნდაც შენი ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც ვიზუალის მხრივ, მაინც აქედან გამომდინარე, რაც გაიარე, რა რეკომენდაციებს მისცემ პაციენტებს, ვინც ფიქრობს ბარიატრიულ ქირურგიაზე. ვიტყოდი ერთს. უნდა დაძლიონ პირველ რიგში ის თავიანთი კომპლექსები. და მე ესე ვიტყვი, კომპლექსები თუ საკუთარ თავში აღიარონ, რომ ეს აქვთ და ზუსტად ამიტომ ჭირდება. კი, ზუსტად მაგისკენ მივდივარ რა. უნდა აღიარონ ეს, ზუსტად ეს არის და მე კიდე ერთს დავამატებდი. ამას ხელს უწყებს გარემო მის გარშემო მყოფნი. ძალიან დარწმუნებული ვარ, აი ჩემ შემთხვევაშიც იყო ეს თემა, როცა გადავწყვიტე გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია და ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ჩემ საახლობლო წრეს გავანდე. არ მიმიღია ნამდვილად დადებითი ესეთი პასუხი, ზუსტად ის იყო, რომ იქნებ დიეტაზე, არ და წინაზე ბევრი მიცდია, მაგრამ არა. მე ესე ვეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტავენ ბარიატრიულ ოპერაციას, საერთოდ არაფერი არ არის საშიში, პირიქით, მათთვის ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მომტანი, აუმაღლებს მე როგორც ვიძახი ბედნიერების ინდექსს, ცხოვრების სტილს და რა თქმა უნდა და რაც მთავარია, ეს არის ყველა ადამიანისთვის მე ესე დარწმუნებული ვარ, ეს არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა პირველ რიგში. შიშები რაც თქვათ პაციენტებს აქვთ, თუნდაც ოპერაციის ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ქირურგ ჩარევას ახასიათებს თავისი გართულებები. იქიდან გამომდინარე, რომ ბარიატრიული ქირურგია საკმაოდ ისეთი რთული დარგი და დიდი დარგია, მეცნიერება, მაგრამ ზუსტად ამიტომ კეთდება ეს ამდენი კვლევა, ამდენი მომზადება პაციენტის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ის გართულების რისკები, რთულია ჭარბწონიან პაციენტებში. ბევრი თანდართული დაავადებებია, გვიწევს ამ თანდართული დაავადებების რაღაცა დონეზე სტაბილიზება, რომ ის ფანჯარა ინახოს ოპტიმალური, რომ შევძლოთ ჩვენ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ შევასრულოთ ოპერაცია.
და მე ის პოსტოპერაციული პერიოდი რაც გასავლელი აქვს პაციენტებს ექიმებთან ერთად, ექიმებთან კონტაქტით, ყველაფერი ეს ესახურება იმას, რომ ამაღლდეს ცნობიერება ბარიატრიული ქირურგიის გარშემო. ახალი დარგია, აღარც უფრო ისეთი ახალი დარგი არ არის. 2007 წლიდან სრულდება საქართველოში ეს ოპერაციები. პირველი ქართველი ქირურგი ბატონი ნიკოლოზ გოხარია იყო, ვინც საქართველოში ასე ვთქვათ დანერგა ეს დარგი და მოყვა მე ამ დარგის პოპულარიზაცია. დღეს უკვე ბევრი ბარიატრიული ქირურგია საქართველოში და გასახარია, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ დარგი იზრდება, ცნობადობა იზრდება და თვითონ დარგი ძალიან განვითარება დარგია, ყოველთვის რაღაცა ახალია და ჩვენ ყოველთვის ვეწევით ამას. კი, გეთანხმები, აი როგორ არის, იცი, აი სწორად დასმული კითხვაა თუ რა აშინებთ ვინც სიტყვაზე რაღაც ფიქრობს, მაგრამ რაღაც აყოვნებთ. ზუსტად, კარგად თქვი, ძალიან განვითარდა ეს სფერო და მე ვეტყოდი მომავალ პაციენტებს ბარიატრიისას, რომ თუ რაიმე კითხვა აქვთ, ელემენტარული კითხვაც რო იყოს, გაიაროს ქირურგთან და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ის ამომწურავი პასუხები მიაღებინებთ იმას პროცენტიან დადებით, რომ გადადგან ის ნაბიჯი და გაიკეთონ ბარიატრიული ოპერაცია. გეტყვით, რომ საშიში არაფერი არ არის, პირიქით. ეს ამას შეიგრძნობთ ძალიან მალე და არ ვიცი, როგორ თქვა, იმიტომ რომ მე თვითონაც ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ველოდი ორ თვე და რამდენიმე დღეებია ესეთ ეფექტს და აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი ის ვაუ ეფექტი, რომელიც შემდეგი პაციენტები ბარიატრიისა რეალურად დაინახავენ თავიანთ ცხოვრებაში. და მარტო არა მარტო ამას. მადლობას მოგიხდით ეზო სტუმრობისთვის, მადლობას მოგხდით ჩვენ მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, თქვენთვის აქტუალური კითხვები მოგწერეთ, რაზეც აუცილებლად გაგცემთ პასუხს. კარგად ზანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ.